რა გარემოებებში შეიძლება მოხდეს დნმ-ის კვალი როგორც ბიოლოგიური ანაბეჭდი კონკრეტულ ნივთზე? ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ცდილობდა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების მონაწილე ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძე, რომელიც ამბობს, რომ ნარკოტიკები დაკავებისას ჩაუდეს. პასუხს დაცვის მხარე ბრალდების მოწმე ექსპერტ ბიოლოგ შორენა კვიცარიძის განელოდა, რომელმაც საქმეში არსებული ახობაძის ბიოლოგიური ნიმუში იკვლია. გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით შესაფუთი მოსალა მოთავსებულ პაკეტებზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიული, ამავე პაკეტში მოთავსებული წერბავალენიტის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და გიორგი ახობაძის გენეტიკური პროფილი იდენტური არის. ეს არის დასკვნა, რომელიც კვლევის შედეგს ეკუთვნება. დნმ-ის კვალი ως ბიოლოგიური ანაბეჭდი კონკრეტულ ნივთზე რა გარემოებებში შეიძლება მოხდეს? ეს არ არის თეორიული კითხვა, ეს არის კონკრეტული ქმედება, რომ თქვენ ვიქნოთ რაღაცა ბიოლოგიური ანაბეჭდს, ეს ბიოლოგიური ანაბეჭდის ეს როგორ ხდება, თქვენ ამის კომპეტენცია და ცოდნა გაქვთ. ძალიან მარტივი კითხვა, ძალიან მარტივი პასუხი და უბრალოდ ჩემთვის, როგორც თქვენი კოლეგისთვის ძალიან უცნაურია და ძალიან უხერხულია, როცა უბრალოდ თქვენ კომპეტენციაში არსებულ ცოდნას ვისხოთ კითხვას და ამაზე ვერვიგებთ პასუხსეთი და ჩემთვის ნიშანდობლივია ასევე ამ მნიშვნელოვან კითხვაზე რატომ აკეთებს პროკურორი შუამდგომლობას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქმის მასალებში განხორციელების მოქმედებების შედეგად მიღებული მტკიცების ვალიდურობა, არავალიდურობას ადგენს. შორენა კვიცარიძემ პროცესზე თქვა, რომ ბიოლოგიური მასალის კონტაქტი უნდა იყოს საგანზე, რომ იქიდან ბირთვული დნმ მოხდეს და გენეტიკური პროფილი მიიღოს. სხდომაზე მოწმემ განმარტა, რომ დადასტურება მხოლოდ კვლევით შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი თეორიული ალბათობა იქნება. მე ვამბობ, რომ ბიოლოგიური მასალის კონტაქტი უნდა იყოს საგანზე, რომ იქიდან ბირთვული დნმ მოხდეს და მივიღო გენეტიკური პროფილი. კონტაქტი ძალიან კარგი პასუხია, დიდი მადლობა. გამორიცხული არის თუ არა ადგილზე, სადაც ხედავთ არაფერი ჩემი ბიოლოგიური მასალა. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩვენ ავსწავლობთ კვალის წარმოშობის მექანიზმებს. რაზეც კვლევა არ ჩამოგვიტარებია, ყველაფერი არის თეორიული ალბათობა, თეორიულ შესაძლებლობებს და ალბათობას ვერ დავადასტურებთ და ვერ გამოვრიცხავთ. არის ზოგადი მიღებული თემა, რაც კვლევით არის დადასტურებული, რომ ბიოლოგიური მასალა რჩება საგანზე ბიოლოგიური მასალის კონტაქტით. უბრალოდ ჩვენ კონტაქტის გზებს არ ვიკვლევთ. იცი რომ კონტაქტის გზებს არ ვიკვლევთ, მაგრამ თქვენ კითხვაზე თეორიულ ალბათობას და შესაძლებლობას ვერ გამოვრიცხავთ და ვერ დავადასტურებთ, თუ კვლევა არ არის ჩატარებული. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის დამაზუსტებელ კითხვაზე ჯიბეში ხელის ხშირად ჩაყოფის დროს გამორიცხავს თუ არა ექსპერტი იმის არსებობას, რომ ჯიბეში შესაძლოა ბიოლოგიური მასალა არსებობდეს, პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა განრიდების შუამდგომლობა დააყენა. მისი პოზიციით ადვოკატის მიერ დასმული კითხვა თეორიული იყო. ხელით კონტაქტი მქონდეს ჩემს ჯიბესთან. გამორიცხავ თუ არა იმის არსებობას, რომ ჩემი ბიოლოგიური მასალა ამ შემთხვევაში შეიძლება თეორიულად ჩემი მცირეწოდო დოფრის სახით მაგალითად არსებობდეს ჩემს ჯიბეში. არის ეს უშუალოდ თეორიის არა და ის გავხსნა ერთად არის ისევ თეორიულ ცოდნას ამოწმებთ ამ თეორიულ კითხვას ვსვავთ შესაძლებელი არის თუ და ამავე დროს გასაგებია რომ ჩვენ წარმოშობის ძებს არ ვსვავთ ან როგორ შეიძლება მოხდეს ეს დნმ პროფილი კონკრეტულ ობიექტზე. მოსამართლის გადაწყვეტილებას გიორგი ახობაძის პროტესტი მოჰყვა. ახობაძე ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მისგან არაოფიციალურად იღლიებიდან და პირისყრუდან დნმ-ის ნიმუში აიღეს. შემდეგ კი მისი თქმით ჩადებულ ნარკოტიკზე დაიტანეს. მისივე შეფასებით, ამიტომ ექსპერტის მხრიდან სპეციფიკურ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია. გამომდინარე იქიდან მტკიცებულება მოყოლებული არის საკუთრესო კოდექსის დარღვევით, იმიტომ რომ ექვსი პოლიციელი ამტკიცებს გაცილებით მეტი იყვნენ გამოშეკიდებას, მაგრამ მე ამტკიცებს რომ ორი კაცი ისე გაუკეთეს შეხება და ამოდება რომ გადაეღო და ნეიტრალური მოსული დაესწროთ. ამას გარდა მახსნე ბრალდება მათ წინააღმდეგ და მათ შორის მიცემულმა ჩვენება სპეციალურ საკანონმდებლო სამსახურში, რომ მათ მოახერხეს ჩადება და მათ შორის მათ მოახდინეს კონკრეტულ ობიექტებზე ანაბეჭდის შეცვლა და გაყალბება, ანუ ბიოლოგიური მასალის ზედმეტანა. შესაბამისად ეს კითხვები სპეციფიკური, რომელიც ეხება ბიოლოგიური მასალის მოქმედებას, მტკიცებაზე, ამაზე პასუხი კომპეტენტური აქვს მხოლოდ ექსპერტს. და შესაბამისად, ამიტომ არანაირი თეორია და მეცადინეობა არ არის, აქ არის კონკრეტული პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებრივად გაყალბებული მტკიცებაზე დასმული კითხვები. წარმომავლობა და ასე შემდეგ თეორიული საკითხები ყოველთვის ეხება პრაქტიკას. ექსპერტი რასაც სწავლობს თეორიაში, იმას მე ახორციელებს პრაქტიკაში. ამიტომ ის რაც მაღალი ალბათობით
და განსაკუთრებული ვარაუდით და გონივრულ ეჭვს მიღმა ყველა ჩვენებების მიხედვით ჩანს რომ პოლიციელების მხრიდან სულ ცოტა პროფესიული დუბლირება და კოდექსის წესების დარღვევა მითითებს მოპოვებისას მეორე რომელსაც მე ვამაშვები ბრაუზერზე და რომელიც ნაკისების საშუალება არ მიცა არც ასპორტებმა და არც სასამართლო განჩინებებით არ მომეცა საშუალება გამოძიება ჩამეტარებინა ერთადერთი რაც შემიძლია ვკითხო ექსპერტს რამდენად სწორია ის მტკიცება რასაც მე ვაკეთებ ანუ ამაზე პასუხი არ არის თეორიული ამაზე არის პასუხი პრაქტიკული პირდაპირ ეხება მტკიცებულებას და მის დასაშორებას პროცესის მიმდინარეობისას პროკურორსა და ადვოკატს შორის, ასევე პროკურორსა და გიორგი ახობაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არაერთხელ მოხდა მაშინ, როცა ადვოკატს ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით საკითხის დაზუსტება სურდა. პროკურორი კითხვების განრიდებაზე შუამდგომლობას აყენებდა. მოგისმენთ აუცილებლად მაცადე რაღაც თქვა და შეგვისწირა. ან თაშობილოს ვაკეთებ. თქვენ ნებისმიერ დროს შეიძლება დაიგეთ ნებისმიერი ექსპერტი, ნებისმიერი თქვენ პირადად წარმოვიდეთ სასამართლოში და დაგიკითხოთ. რა კითხვის საკითხად ნებისმიერი ექსპერტისთვის შეიძლება დაგისვათ, მოგიყვანოთ სასამართლოში და დასაშურა სოფლო მოსამართლე დაგიკითხოთ და ეს ქალბატონი მოსული არის აქ იმის რომ რა კვლევა ჩატარა იმას გასცეს პასუხი. არ არის მარტივი არც პრობლემასი მის ზოგადსწორნაზე საუბრობს ამ დარგში თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ზეაკეთებინეთ. დაგიკითხოთ ნებისმიერი ექსპერტი. კითხვები დაგისვათ. ამ არის დამატება და შესაბამისად ჩემი შუამდგომლობის განდება და მოუსწრაფა მუხლი ნომერი 51 და პირველი ნაწილი ექსპერტს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა ხო შესაბამისად მოწმე უნდა პასუხი გაცეს კითხვებს რატომაც არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი გადაისხმარე ძალიან გასაგებია არაფერ შუაში თუ არ არის, აქ არის მარკეტა, რამდენსაც პოლემი ჭარბობს. 27,000 პასუხობდა ამ კითხვას. ძალიან კარგად იცის ექსპერტი, რატომაც ვერ კითხები ამ კითხვას. და ძალიან კარგად იცის მასზე პასუხის. და მათ შორის იმ კითხვაზე პასუხიც იცის, რაც წერამი კითხავს. სენსიტიურობას, სპეციფიკურობას და გადაცემაზე ამ აკავშირებს. ძალიან კარგად. ამაზე პასუხი გადამოწევს ვერ მიშვია. სუსტად გამომდინარეობს იქიდან, როგორი შედეგებიც არის ჩვენი სოქმი და რა ჩვენებების მისე შემამისულა თუ მოწმეება. სხდომის დასრულების შემდეგ ახობაძის ადვოკატებმა დღევანდელი პროცესი შეაფასეს. პირველ რიგში რომ შევაფასოთ, ის გარემოება რომ გიორგის ჯიბეში შარვლის ჯიბეში, რომელიც მას მთელი დღის განმავლობაში ეცვა და რომელშიც რა თქმა უნდა არაერთხელ მოათავსა საკუთარი ხელი. ამ ჯიბეში გიორგის შეხების გარეშე რომ ჩაედოთ ნარკოტიკული ნივთიერების შეფუთვა, ამაზე ბიოლოგიური მასალა ძალიან მარტივად გადავიდოდა. ეს გვაინტერესებდა პირველ რიგში, რომ ასე თუ შეიძლებოდა რომ გადასულიყო და ნებისმიერი ექსპერტი და ნებისმიერი ელემენტარული ბიოლოგიის მცოდნე ადამიანი გვეტყვის და ეს ექსპერტმაც განმარტა რომ ორჯერ ორია რომ გადავა, შესაძლებელია გადავიდეს, უფრო სწორად 100%-იანი გარანტია თქმა უნდა არ არსებობს. რაც შეეხება კიდე მეორე გარემოებას, რატო არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ გიორგის ადგილზე საუფლე ჯირკულებიდან აუღეს ნიმუში, რომელიც არ არის დაოქმებული, როგორც გიორგი განმარტავს, მას იღლიებში, ასე ვთქვათ, გამოუსვეს ხელი, რაც გიორგი ფიქრობს, რომ შესაძლებელია ყოფილიყო გაკეთებული იმის გამო, რომ გადაეტანათ ეს მისი ბიოლოგიური მასალა შემდეგ შესაბამის მასალებებზე. ზუსტად აქედან გამომდინარე, გქონდა ეს შეკითხვები, ეს შეკითხვები ფიქრობთ, რომ ძალიან რელევანტურია და ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილების გამოსატანად, თუმცა ამ საშუალება არ მოგვწევს. გიორგი ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. 10 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზე ახობაძემ თქვა, რომ მისთვის ნარკოტიკის ჩადების სპეცოპერაციას პოლიციელი გიორგი გურეშიძე ხელმძღვანელობდა.